თითქმის 4 თვიან დუმილს თორნიკე რიჟვაძე უახლეს მომავალში დაარღვევს. რას მოუყვება თვითმკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას და საგამოძიებო უწყებებს. დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა საქართველოში დაბრუნების და საჯაროდ გამოჩენის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ალექსი ახვლედიანი აღწერებს. რა მოხდა საგარეჯოში 2025 წლის 7 ივნისს. ამ დრომდე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ვერსია უცნობია. იყო თუ არა ეს სუიციდის მცდელობა. ეკუთვნის თუ არა ჯიბეში ნაპოვნი გამოსამშვიდობებელი წერილი ნამდვილად მას და თუ ეს ასია, ვისი ზეწოლის გამო მივიდა უკიდურეს გადაწყვეტილებამდე. ეს მის მიერ ამ დრომდე ღიად დატოვებული შეკითხვების მხოლოდ ნაწილია. მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდებში პერიოდში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეულ თქვენ შეკითხვას, აქედან გამომდინარე, მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვეღარ გეტყვით, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ უშუალოდ თვითონ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე უმოკლეს პერიოდში. რა ტიპის კომუნიკაციაზე საუბრობთ? აი განცხადების გავრცელებას აპირებს თუ? არა, ალბათ ინტერვიუს მიცემენ, ის დაბრუნდება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა და შესაბამისად ის მე რა ინფორმაციას მაქვს, უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს. მედიის და საზოგადოების გარდა თორნიკე რიჟვაძეს ბევრი აქვს მოსაყოლის საგამოძიებო უწყებებისთვისაც. თურქეთში ყოფნის დროს, სადაც მომხდარიდან მეორე დღესვე წაიყვანეს, მისთვის ჩვენება არ ჩამოურთმევიათ. თუ მისი ტანსაცმლის ჯიბეში ექიმის მიერ ნაპოვნი წერილი ნამდვილია, როგორც ეს ექსპერტიზამ დაასკვნა. ყოფილ მაღალჩინოსანს მოუწევს იმ ზეწოლის შესახებაც ილაპარაკოს, რაც დაწერა, რომ აბრალებენ კორუფციას და ეგრეთ წოდებული ბარიგების მფარველობას. არ არის გამორიცხული მან დუმილი მისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სასამართლოს ხდომაზე დაარღვიოს, ვის სახლში შემთხვევა მოხდა და ვისი იარაღიდან გასროლილი ტყვიითაც დაიჭრა. ის ბრალდებული იარაღის შენახვის წესების დარღვევის გამოა. ბრალდების ხარჯს უცნობია მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ამ ეტაპზე არ მოხდა. სასამართლოში გამოიძახა ეს? დასაციაში არის დიახ. საგარეჯოში მომხდარის გარდა აქვს თუ არა აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელთან საგამოძიებო უწყებებს შეკითხვები მისი ან სხვისი სავარაუდო კორუფციული დანაშაულებების შესახებაც. ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც ჯერ ღიად რჩება. საქართველოში დაბრუნებულს მეგობარი და პოლიტიკური თანამებრძოლი ირაკლი ღარიბაშვილი ბრალდებული სტატუსით დახვდება. სწორედ ის იყო პირველი, ვინც დაჭრილი მაღალჩინოსანი კლინიკაში მოინახულა. მნახველებს შორის ყავდა კიდევ ერთი მეგობარი გრიგოლ ილუაშვილიც, რომელიც დაპატიმრების მოლოდინშია. მისი უახლოესი გარემოცვის წევრები კი სავარაუდო ფინანსური დანაშაულისთვის უკვე ციხეში. ხომარს თხოვნენ თორნიკე რიჟვაძესაც ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მე მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია აბსოლუტურად არანაირად. არ გისაუბრეთ თორნიკესთან არასდროს ამ საქმეზე, აი ამ გამოძიებებზე არ იცოდა თორნიკე რიჟვაძე? არა, მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და მე როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება დაწყებული. ქართულ ოცნებაში თვეებია ირწმუნებიან, რომ რიჟვაძესთან კომუნიკაცია არ აქვთ, რადგან ის რეაბილიტაციის პროცესშია და ფსიქოლოგების რეკომენდაციით არც ტელეფონი აქვს. პირადად თორნიკე რიჟვაძესთან გაქვთ თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია? პირადად არ ვაწუხებ თორნიკეს, როცა იქნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, პირადადაც დიდი ასე ვთქვათ ინტერესით მოვიკითხავ. უახლოეს მეგობარი არასდროს არ ყოფილა თანაგუნდელი. უახლოეს მეგობარი არასდროს არ ყოფილა თორნიკე რიჟვაძე? უახლოეს მეგობარი თორნიკე რიჟვაძე. მეგობარი მაინც არ იყო რომ მოიკითხოთ? მეგობრობდით. ეხა მეგობრობის ხარისხი რამ დაასრულა ეს მეგობრობა? არ დაუსრულე არაფერს. მეგობრობდით, ისე მეგობრობთ დღესაც. მაშინ რატომ არ მოიკითხავთ, რატომ არ იგებთ მისგან ინფორმაციას? ვერ მოვიკითხე, იმიტომ რომ არ აქვს მას ტელეფონი. რა შეიცვალა რამდენიმე კვირის წინანდელი ამ განცხადებების შემდეგ, გარდა იმისა, რომ რიჟვაძის მეგობარი მამუკა მდინარაძე ახლა სუსის უფროსია და პარტიის ყოფილი ლიდერების დაკავება გასამართლების პროცესს ხელმძღვანელობს. აღდგა თუ არა თურქეთში მყოფ დაჭრილ თანაპარტიელთან კომუნიკაცია. რა გეგმა აქვს რიჟვაძეს და რა გეგმა აქვს მასთან დაკავშირებით პარტიას. ქართულ ოცნებაში ამის შესახებ დღეს განცხადებები არ გაკეთებულა. მე მგონი კურნალობს უკეთესობა, მაგრამ დანარჩენი არ მაქვს ინფორმაცია ბოდიში.